ამ შემთხვევაშიც ესე იგი მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგები, რომელიც ეხება ამჯერად უკვე თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელთან, სოფელ გულგულასთან ახლოს მდებარე ადრეული შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსის კვლევის შედეგებს. და აქაც მინდა ასე იგი შესავალის სახით მოკლე მიმოხილვა გავაკეთოთ თუ საიდან იწყება ამ ძეგლის კვლევა. ეს გახლდათ მე-20 საუკუნის შუახანები, როდესაც 1950 წელს ნატკორას ეკლესია, ნატკორას ტაძარი პირველად უნახია და მოინახულა ესე იგი აკადემიკოსმა გიორგი ჩუბინაშვილმა და თავიდანვე თარიღი განსაზღვრო მე-6 საუკუნით. მოყოლებული ამ დროიდან მე-20 საუკუნის შუახანებიდან აქ არავითარი ესე იგი სამუშაოები, მით უმეტეს გათხრითი სამუშაოები აღარ ჩატარებულა, ვიდრე 2001 წლამდე, როდესაც ესე იგი გაწმენდითი სამუშაოები ჩაუტარებიათ აქ არქეოლოგებს, ბატონ კონსტანტინე ფიცხელაურს, ბატონი ულონ გაგონშიძე მონაწილეობდა, ბატონი ვაჟა ვარაზაშვილი მუშაობდა, ხელოვნებაცოდნე გრიგოლ გაგნიძე იყო ასევე ექსპედიციაში ჩართული და ამ გაწმენდითი თუ მცირე მასშტაბის გათხრითი სამუშაოების შედეგად ამ ტაძრის ძირითადი გეგმა ესე იგი შესაძლებელი გახდა ყოფილიყო წარმოდგენილი. შემდეგი სეზონი ყოფილა მომდევნო წელი, კერძოდ 2002 წელი, როდესაც იგივე პროექტი გაგრძელებულა და 2001-2002 წლის ესე იგი სამუშაო შედეგები გამოქვეყნებულიც არის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომებში და ხელმისაწვდომი არის ესე იგი ყველა დაინტერესებული სპეციალისტის თუ სტუდენტისთვის. და აქვე მინდა ვთქვა, რომ ვახტანგ გაგნიძემ გარკვეული საკვალიფიკაციო ნაშრომის კერძოდ სახელოვნებაცოდნეო კვლევა დაუთმო ესე იგი ნატკორის ეკლესიას. აი ამ მცირე გათხრების გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალა წაუღიათ და ესე იგი დაუბინავებიათ, შეუნახიათ თელავის ისტორიის მუზეუმში და ჩვენ როდესაც სულ რამდენიმე წლის წინ მოგვიწია ეს ამ ძეგლზე თავიდან მუშაობის დაწყება, მუშაობის განახლება ცხადია, ყველაფერი დავიწყეთ უკვე მუზეუმში დაცული მასალების გაცნობით, რათა კარგად წარმოგვიდგინა რასთან მქონდა საქმე. აქვე მინდა რა თქმა უნდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო თელავის ისტორიის მუზეუმის თანამშრომლებს, ხელმძღვანელობას, რომლებმაც მოგცა საშუალება ესე იგი ფონდებში შესულიყავით ეს მასალა დაგვეთვალიერებინა და გავცნობოდით, ვიდრე ჩვენ გათხრებს დავიწყებდით, როგორც ხედავთ აქ ძირითადად შუა საუკუნეების მასალები იყო წარმოდგენილი, მათ შორის მრავალფრად მოჭიქული კერამიკა, ანტიფიქსის ფრაგმენტი, ეს მოჭიქული სამარლე ერთ-ერთი იყო ძალიან საინტერესო ვერცხლის ჯვარი, რომელსაც ასევე აქ ხედავთ და სხვა და სხვა. რაც ძალიან საინტერესოა და ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია, ესე იგი ამავე მუზეუმში ინახება კანკელის ფრაგმენტების, ბარელიეფების და ჩუქურთმების, ესე იგი ბარელიეფებისა და ორნამენტირებული არქიტექტურული დეტალის ნაწილები,
რომლებიც ასევე გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღმოუჩენიათ 2001-2002 წლებში და რომელიც ასევე დაცული არის, ესე იგი ამავე მუზეუმის ფონდებში და ნაწილი ექსპოზიციაზეც გახლავთ წარმოდგენილი. რაც შეეხება ახალ ეტაპს, აი როდესაც უკვე ჩვენი ჯგუფი ჩავიდა ადგილზე და ეს სამუშაოები დაკავშირებული იყო, ესე იგი ტაძრის ხანგრძლივ პროექტთან, რაც მის კონსერვაციას, რეაბილიტაციას და ტურისტულ მარშრუტში ჩასმას გულისხმობს. მას შემდეგ რაც ჩვენი ჯგუფი ჩავიდა, ესე იგი უშუალოდ ძეგლის ადგილზე, აი ასეთი სურათი დახვდა გასულ წლებში შესრულებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგები საერთოდ წარსვლილი იყო, აქ განვითარებული იყო მაყვლოვანი, ხელმცენარეები, ბუჩქოვანი საფარი და ფაქტიურად ეს ეკლესია, რომელიც აი ამ ასეთი სახით იყო, აღარ იკითხებოდა, ვეღარ ხედავდით თუ რა ვეღარ ხედავდით მის ასე ვთქვათ, ვერც დამხრობას, ვერც პარამეტრებს და ასე შემდეგ. თუმცა ერთი სეზონის შემდეგ, ფაქტიურად ერთი სეზონი დაჭირდა გაწმენდით სამუშაოებს, ეს მცენარეები მოცილდა ამ ტერიტორიას და აი ასეთი დიდებული ტაძარი წარმოგვიდგო თვალწინ, რომელსაც ეტყობოდა რამდენჯერმე გადაკეთების კვალი. აგებული იყო ესე იგი ადრეულ შუა საუკუნეებში და შემდეგ განვითარებულ შუა საუკუნეებში რამდენჯერმე ყოფილა იგი გადაკეთებული. ეს გადაკეთებისა და სვეტებს შორის ჩაშენებული კედლები ცალსახად ჩანდა, ცალსახად განირჩეოდა. თუ ჩვენ დავხედავთ ამ ნატკორას ეკლესიის გეგმას, ამ შემთხვევაში განსხვავებით კაზრეთის ორთვალასაგან ჰქონდა იმისი კომფორტი, რომ ზემოდან გადაგვეღო კიდევაც, უფრო ზუსტი კოორდინატებიც აგვეღო, რაც მერე დაგვეხმარა გეგმის გამოხატვაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ ჩვენ ამას ზემოდან დავხედავთ, ხედავთ რომ საქმე გვაქვს ესე იგი სამნავიან ბაზილიკასთან, რომელსაც მერე ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მოგვიანებით კიდევ რომლისთვისაც ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მოგვიანებით კიდევ მიუშენებიათ, ასე ვთქვათ, მინაშენები. და თავიდანვე, რა თქმა უნდა, შევადგინეთ ესე იგი აი ამ შემორჩენილი ნაგებობის ტოპოგრაფიული გეგმა და გადავწყვიტეთ მისი გეოფიზიკური მეთოდებით კვლევის დაწყება და პირდაპირ არქეოლოგიურ გათხრებზე არ გადავედით. გავატარეთ აქ თითქმის 20 გეოფიზიკური პროფილი, მათ შორის რამდენიმე პროფილი გატარებული იქნა ტაძრის ჩრდილოეთით, აი ამ ადგილზე პირველი, მეორე, მესამე პროფილები, ტაძრის აღმოსავლეთით და ასევე ჩრდილოეთის მინაშენში, სამხრეთის მინაშენში და ცენტრალურ ნაწილში. და სხვათა შორის ამ შემთხვევაში ეს გეოფიზიკური პროფილები ძალიან შედეგიანი და ინფორმატიული გამოდგა და თავიდანვე დაგვანახა, რომ მთლიანად ეს ტერიტორია ჩრდილოეთის უბანი, აღმოსავლეთის უბანი თუ ეკლესიის ინტერიერი მთლიანად, ესე იგი, შეიცავდა კულტურულ ფენებში განლაგებულ, ესე იგი, კედლების საფუძვლებს, ნაშთებსა თუ სხვადასხვა ხელოვნური წარმომავლობის ობიექტებს. მაგრამ თქვენი ყურადღება მინდა შევაჭირო, ესე იგი, ცენტრალურ ნაწილში გატარებულ პროფილზე, სადაც აი ასეთი რადიოსახე გამოჩნდა და რამაც თავიდანვე გააჩინა ეჭვი, რომ ესე იგი ცენტრალურ ნაწილში, ესე იგი ცენტრალური ნავის შუა ნაწილში უნდა ყოფილიყო მოწყობილი რაღაცა საგანგებო აკლდამა ან სამარხი, როგორც ესე იგი ხდება ხოლმე და შესაძლოა ეს ყოფილიყო დაკავშირებული, ეს სამარხი ყოფილიყო დაკავშირებული ტაძრის ქტიტორთან, აღმშენებელთან, რაც მერე ესე იგი არქეოლოგიურმა გათხრებმა და ასევე ისტორიული მონაცემება სავსებით დაადასტურა. ასევე მინდა მოგახსენოთ მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც გამოვიყენეთ ნატკორას ეკლესიაზე მუშაობის დროს. ფაქტიურად ჩვენ, როგორც ითქვიან, მუშახელის გამოყენებით და გათხრები არ გვიწარმოებია. აქ ცოტა რომ დავწიოთ, იმიტომ ძალიან მუშახელი არ მიგვიყვარებია ძეგლზე და მთლიანად სამუშაოები სტუდენტების, მათ შორის მაგისტრანტებისა თუ დოქტორანტების გამოყენებით შევასრულეთ, რომლებიც აწარმოებდნენ ცალკეული კონტექსტების ფიქსაციას, ფოტოგადაღებას, კოორდინატების აღებას და ასე შემდეგ და შეიძლება ვთქვათ, რომ ესე იგი დიდი სიზუსტით არის ეს ყველაფერი შესრულებული და დოკუმენტირებული. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ აი ინტერიერის გაწმენდის დროს და ასევე
ექსტერიერის გარეთაც შესრულებული სამუშაოების დროს დიდი რაოდენობით სამარხები გამოჩნდა. აი ამ სურათის გადაღების დროს სამარხების რიცხვი აღწევდა, რაოდენობა აღწევდა 12-ს, თუმცა შემდეგ გაიზარდა და თითქმის 40 სამარხი არის დღეისათვის ამ ძეგლიდან ცნობილი, მათ შორის გარკვეული ნაწილი ადრეულ შუა საუკუნეებს და ტაძრის ფუნქციონირების საწყის ეტაპს განეკუთვნება და გარკვეული რაოდენობის სამარხები განვითარებულ შუა საუკუნეებს და კიდევ უფრო მოგვიანო პერიოდს განეკუთვნება. ხედავთ, რომ ადრეული უნდა ყოფილიყო, ესე იგი, აფსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით ორივე მხარეს, ასე ვთქვათ, არსებულ პასტოფორიუმებში არსებული პირველი და მეექვსე სამარხები და, როგორც გითხარით, გარკვეული რაოდენობა გვიანდელი პერიოდისა იყო. აქ ჩვენ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, ესე იგი, ტაძრის გადაკეთებაზე, აღდგენაზე და ასე შემდეგ, თუმცა ეს ძალიან შორს აგვიყვანს, აქ მინდა უბრალოდ აი ამ კონკრეტულ მომენტზე შევახსჯერო თქვენი ყურადღება და ეს კონკრეტული მომენტი ძალიან კარგად წარმოაჩენს თუ როგორ არის კანკელის სვეტი მეორადად გამოყენებული, ესე იგი, აი ამ გადაკეთების დროს, რეაბილიტაციო აღდგენითი სამუშაოების დროს და ჩართული, ესე იგი, სამხრეთის მინაშენის საკურთხევლის აწევის ამაღლების დროს. და აქ ვხედავთ, რომ ესე იგი აწეული ყოფილა განვითარებული შუა საუკუნეების იატაკის დონე და ადრეული შუა საუკუნეების, ესე იგი, კანკელის ელემენტი გამოყენებული ყოფილა სწორედ ამ სამუშაოებში. ძალიან საინტერესოა, რომ კანკელის, ესე იგი, სვეტის პარალელურად თავი იჩინა თანდათან ჩდებოდა კანკელის ფილებიც, რომლებიც ასევე მეორადი გამოყენებით ყოფილა ჩართული სხვადასხვა სამარხების გადახურვაში და ერთ-ერთი სამარხი გახლდათ აი სწორედ მე-13 სამარხი თუ ნომერი სწორედ მახსოვს, რომელიც მე-12 სამარხის ქვეშ იყო მოწყობილი და ხედავთ, ესე იგი, რომ ამ კანკელის ფილაზე ესე იგი, ჩუქურთმაც არის შემორჩენილი და მისი ნაპირიც კარგად არის შემორჩენილი, რომელიც ასე ვთქვათ, ეწყობოდა და ლაგდებოდა ადრეული შუა საუკუნეების ეკლესიის, ესე იგი, კანკელში. შემდეგ მოხდა ამ სამარხების გაწმენდა ცხადი, ამ ფილების ამოღება და მათი ნაწილი რესტავრაციასაც ექვემდებარება, მათი ნაწილი ისე კარგად არის შემორჩენილი, რომ პირდაპირ, ასე ვთქვათ, შეიძლება საექსპოზიციოდ იქნეს გამოყენებული. რაც შეეხება არქეოლოგიურ მასალას, უმეტესობა არქეოლოგიური მასალისა, რაც გათხრებიდან მივიღეთ, ეს გახლდათ განვითარებული შუა საუკუნეების მონაპოვარი, კერძოდ იმ პერიოდისა, როდესაც ტაძარი განუახლებიათ, აღუდგენიათ და ეს სავარაუდოდ უნდა მომხდარიყო მე-11 საუკუნეში და დაკავშირებული უნდა იყოს კახეთის მეფე კვირიკის მიერ კვირიკე დიდის მიერ შესრულებულ სააღმშენებლო საქმიანობასთან. სწორედ მაგ პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს ეს არქეოლოგიური მასალა, თუმცა გაცილებით მცირე არის ადრეული შუა საუკუნეების არქეოლოგიური მასალა, რაც შეეხება ბარელიეფებს და არქიტექტურულ ელემენტებს, ეს როგორც მოგახსენეთ, საკმარისად არის წარმოუდგენელი. ეხლა რომ დაუბრუნდეთ გეგმას, აი ამ ტაძრის, ამ კომპლექსის გეგმას, ეს ყველაფერი ასე გამოიყურება, ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ შავად წარმოუდგენელი არის, უფრო მუქი არის სწორედ ადრეული შუა საუკუნეების ეკლესია და შემდეგ შესრულებული მინაშენები მის ჩრდილოეთით, მის სამხრეთით და ასევე სვეტებს შორის ჩაშენებული კედლები. თუ ამ გვიანდელი პერიოდის მინაშენებს ჩვენ თანდათანობით მოხსნით, გეგმაში გვჭება ასეთი, ასე იგი, დარბაზული, ასეთი უბრალოდ ბაზილიკური ეკლესია, სამი წყვილი ჯვრის კვეთის მქონე სვეტით და ნალისებური მოყვანილობის აფსიდით. და სწორედ აი ამ აფსიდის წინ ყველაზე გამორჩეულ, ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე ყოფილა მოწყობილი აი ცენტრალური სამარხი, რომელიც გეოფიზიკურმა პროფილმა დაგვანახა, ეს იყო მე-11 პროფილი და აი ასეთი გამორჩეული, ესე იგი, ადგილმდებარეობა ჰქონდა ამ სამარხს. ჩვენ ცხადია იგივე ფრთხილი მეთოდოლოგიის გამოყენებით დავიწყეთ ამ სამარხის გახსნა და ფენის მოხსნის შემდეგ თავი იჩინა ფილებმა,
მათ შორის რამდენიმე ფილა ადგილზე იყო, ხოლო 2 ფილა გახსნილი ყოფილა და შემდეგ ესე იგი გვერდზე მიყუდებული სახით დაუტოვებიათ იმ ხალხს, ვისაც ეს საქმიანობა ჩაუტარებია. თუ აეროფოტოსურათზე დავხედავთ ამ ყველაფერს, აი ასეთი სურათი წარმოგვიდგება, ცენტრალური ნაწილი, აქვე მდებარე ეს მნიშვნელოვანი სამარხი და მის გვერდით არსებული რიყის ქვებით მოწყობილი წრიული ფორმის კონსტრუქცია, რომელსაც თავიდანვე ჩვენ ყურადღება მივაქციეთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დატოვა ესეთი შთაბეჭდილება, რომ ეს წრიული ქვებით მოწყობილი კონსტრუქცია სამარხთან უნდა ყოფილიყო ცხადია დაკავშირებული, იმიტომ რომ სტრატიგრაფიული თვალსაზრისით ერთ ჰორიზონტში მდებარეობდნენ და მე როგორც ნახავთ, ესე იგი მასალამ, რაც შიგნით აღმოაჩინეთ, ეს დაადასტურა კიდევაც. აი ასე გამოიყურებოდა ეს ცენტრალური სამარხი, რომელიც ესე იგი ამ ადგილზე იქნა გამოვლენილი. თუმცა ცოტა იმედგაცრუება დაგვეუფლა იმ თვალსაზრისით, რომ სამარხი მთლიანად მიწით იყო ავსებული. მიწით იყო შევსებული, ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ესე იგი სამარხი ცარიელი იქნებოდა და შიგნით მიცვალებულის ნაშთი დაგხვდებოდა, თუმცა როგორც მოგახსენეთ, არ ხედავთ კიდევაც ესე იგი მიწით იყო შევსებული, ამან გარკვეულად დაგვაბნია ცოტა. თუმცა გავაგრძელებთ პრეპარაცია და მივედით სამარხის ძირზე, ჩავედით სამარხის ძირზე, მე სურათს ხედავთ ზუსტად და სამარხის ძირზე გაგვიმართლა უკვე ამ შემთხვევაში და რამდენიმე ფრაგმენტი ადამიანის ძვლისა დავაფიქსირეთ. კერძოდ აი ამ ადგილში ეს ინსიტუ გახლავთ და აი ამ ადგილში დაფიქსირდა ადამიანის ესე იგი ფეხის ძვლის, კერძოდ ძვლის ფრაგმენტები, რაც შეეხება ესე იგი პოსტკრანიალურ ნაშთებს, ჩონჩხს, თავის ქალას და ასე შემდეგ, ეს სამარხში არ აღმოჩენილა. აქვე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო იმაზე, რომ აი ამ სამარხის ორივე მხარეს, ზედა მხარეს, ჩრდილოეთის მხარე და აი აქაც ქვედა მხარეს საგანგებოდ ამოოთხრილი მომზადებული ფოსოები დაფიქსირდა. ეს ჩვენ შევამჩნიეთ მას შემდეგ, რაც ხელით ვაკეთებდით პრეპარაციას და მივედით იმ დასკვნამდე, რომ სამარხი საგულდაგულოდ უნდა ყოფილიყო შენიღბული, გადახურული. ესე იგი, ჯერ ფილები უნდა ყოფილიყო დალაგებული და ამ ფილებზე ზემოდან უნდა ყოფილიყო გადადებული ხის ძელები, სავარაუდოდ მუხის ხის ძელები, რომლითაც ესე იგი ეს სამარხი კიდევ უფრო იყო დამალული და ზემოდან შემდეგ იატაკი იყო მომზადებული. ეს სტრატიგრაფიულ ჭრილში კარგად ჩანს, რომ სამარხი დაბლა იყო, ხის ძელის ფოსოები მას მოსდევდა, ხოლო აი ადრეული შუა საუკუნეების ეკლესიის იატაკი კიდევ უფრო ზემოთ მდებარეობდა. ამან კიდევ უფრო დაგვარწმუნა იმაში, რომ ეს სამარხი ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ ფიგურასთან უნდა ყოფილიყო ასოცირებული. აი ამ ფრაგმენტებზე მოგახსენეთ. აქვე წინსრებით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ეს ბიოარქეოლოგიური მასალა, რა თქმა უნდა, წესების დაცვით ავიღეთ, შემდეგ მოვახდინეთ მისი დათარიღება არიზონას უნივერსიტეტის რადიონახშირბატის ლაბორატორიაში, სადაც იქნა გაგზავნილი და მიღებული თარიღი, კალიბრირებული თარიღი შეესაბამება მე-6 საუკუნის შუა ხანებს. ასე იგი, აქ დაკრძალული უნდა ყოფილიყო ისტორიული პიროვნება, რომელიც აი ამ პერიოდში მოღვაწეობდა მე-6 საუკუნის შუა ხანებში. შემდეგ გავაკეთეთ მცირე დაშურფვა ისევ სამარხის ძირში, რომ დარწმუნებული ვიყავით იმაში, რომ იქ სხვა რამე ხომ არ იყო ქვემოთ და შემდეგ სამარხის ძირში გაკეთებულ შურფში თავი გეოლოგიურმა ფენამ მიჩინა და რა თქმა უნდა გათხრები ამ დონეზე ჩვენ შევაჩერეთ. თუმცა გათხრებმა გადაინაცვლა ესე იგი სამარხის დასავლეთით, აი ეს გახლავთ ის ადგილი, რომელიც წეგან გაჩვენეთ და გითხარით, რომ ესე იგი ქვებით მოწყობილი წრიული კონსტრუქცია იყო და აქაც გათხრები, ესე იგი, აქაც გაგვიშვა გათხრებმა, როგორც იტყვიან, ზუსტად იმ სიღრმეზე, რაც სამარხში დაახლოებით 50 სანტიმეტრამდე და 50 სანტიმეტრის ქვემოთ აქაც თავი გეოლოგიურმა ფენამ მიჩინა და გავაჩერეთ გათხრების, თუმცა აი ამ 50 სანტიმეტრიან მონაკვეთში, აი ამ ქვებით მოწყობილი კონსტრუქციის შიგნით დაფიქსირდა თავის ქალის ფრაგმენტები. თავის ქალის ფრაგმენტები, ეს უნიკალური შემთხვევა იყო, ესე იგი, სამარხში ჰქონდა პოსტკრანიალური
ნაშთები შემორჩენილი და ამ წრიულ კონსტრუქციაში თავის ქალის ფრაგმენტები. რა თქმა უნდა, გაჩნდა ცდუნება იმისა, რომ ეს თავის ქალა დაკავშირებული ყოფილიყო სამარხში აღმოჩენილ ინდივიდის ნეშთან და სწორედ ამ ცდუნებამ და ამ ინტერესმა განაპირობა ისეც, რომ თავის ქალის ფრაგმენტები აქვე არ გამომჩეს, ესე იგი, ქვედა ყბაც იყო აღმოჩენილი აქ და 5 კბილი. გაგზავნილი იქნა იმავე ლაბორატორიაში, არიზონას უნივერსიტეტის რადიონახშირბადის ლაბორატორიაში და ფაქტიურად ანალოგიური თარიღები მოგვცა. ფაქტიურად ზუსტად ის თარიღები მოგვცა, რაც იმ წვივის ძვლებმა და დღევანდელი მოცემულობით მე პირადად და ნუ პროექტის ყველა წევრებიც ძალცახად ვიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ ეს თავის ქალას და ეს წვივის ძვლებიც ერთ-ეგივე ადამიანს ეკუთვნის, მე-6 საუკუნის შუა ხანებში მოღვაწე პიროვნებას უნდა ეკუთვნოდეს, რომელიც უცნაურად ყოფილა ამ ტაძარში დაკრძალული, ესე იგი მისი სხეული ცალკე მოწყობილ სამარხში, მისი თავის ქალა ცალკე. ხომ დამეთანხმებით რთული ამ ყველაფრის ახსნა, თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ისტორიულმა კვლევებმა, რომელიც ეკუთვნის ისტორიკოს მანანა სანაძეს, რომელიც ეკუთვნის მანანა სანაძეს და რომელიც იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ეს ტაძარი, ეს სამარხი, უпроსორეთ, აქ უნდა იყოს დაკრძალული ქართლის მეფე დარჩილი, რომელიც სპარსელების მიერ იქნა სიკვდილით დასჯილი, კერძოდ თავის კვეთით დასჯილი და რომელიც მისი აზნაურების, ტბელი აზნაურების მიერ გადმოუსვენებიათ და მისივე აშენებულ ეკლესიაში, როგორც ქართლის ხორებაში არის მოხსნებული ნოტკორას ეკლესიაში, თუმცა დღევანდელი მოსახლეობა ნატკორას ეძახის, ერთი ხმოვანი ცვლილება სავსებით დასაშვებია, უნდა ყოფილიყოს აქ დაკრძალული. ეს ძალიან საინტერესო ისტორიულ კონტექსტს ქმნის, იმ თვალსაზრისით, რომ მეფე დასაჯეს სპარსელებმა, მისმა აზნაურებმა გადმოასვენეს მალულად, ესე იგი მისივე აშენებულ ეკლესიაში, ტანი ცალკე, თავი ცალკე თუ როგორც იყო, ახლა ამას დაზუსტებით ვინ იტყვის და ყველაფერს ამას, ესე იგი, აი არქეოლოგიური გათხრები ასეთი სახით ეხმიანება, რაც აგერ წარმოგიდგინეთ. ძალიან საინტერესო მოვლენასთან აქვს საქმე და კიდევ ერთხელ ხაზი რო გაუსვათ იმას, რომ თარიღი იგივე რადიონახშირბადის თარიღი იგივე პერიოდზე მიგვითითებს, როდესაც ეს ისტორიული პროცესები ხდებოდა. შეიძლება ვთქვათ, რომ ქალბატონი მანანას მოსაზრება პრინციპში რეალობას უნდა შეესაბამებოდეს. რაც შეეხება გათხრებს ეკლესიის გარეთ, მის აღმოსავლეთ მხარეს და ჩრდილოეთით და ასევე სამხრეთით, ეს ისევ და ისევ მიმდინარე სამუშაო გახლავთ, ჯერჯერობით აქ არ დაგვისრულებია, ყველაზე კარგად შევისწავლეთ სამხრეთის მონაკვეთი. ხედავთ, რომ აქ ძალიან ინტენსიურად არის წარმოდგენილი ადრეული სამარხები და ადრეული შუა საუკუნეების სამარხები და განვითარებული შუა საუკუნეების სამარხები, მათ შორის ინვენტარიანი სამარხები გახლავთ უმეტესობა. ნაკლებად არის შესწავლილი, ასე იგი აღმოსავლეთით, რაც გვაქვს ეს ქვაყუთები, იმიტომ რომ 2025 წელს ჩვენ აქ ვეღარ მოვასწარით და მიმდინარე წელს ვაპირებთ აქ სამუშაოების გაგრძელება სამარხების გამოვლენის თვალსაზრისით. და ჩრდილოეთის უბანი, რაც ასევე ძალიან პერსპექტიულად გამოიყურება. აი ეს გახლავთ, პერსპექტიულად გამოიყურება იმ თვალსაზრისით, რომ როგორც ხედავთ, ერთ-ერთი კედელი სწორედ ჩრდილოეთით მიემართება და ეს შეიძლება, ესე იგი, ამ ეკლესიის ან კიდევ უფრო გვიანდელი მინაშენი იყოს, ან იქიდან ეკლესიის, ასე ვთქვათ, ტერიტორიას გალავნით ზღუდავდეს ეს ყველაფერი. დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე წელს 2026 წელს და შემდეგ სანგარიშო სეზონზე წარმოგიდგენთ უკვე შესრულებულ სამუშაოებს. და ბოლოს რამდენიმე სურათი აი ამ სამარხებისა და სამარხებიდან მომდინარე არქეოლოგიური მასალისა, რომლებიც სამხრეთის ფასადის წინ იქნა გათხრილი და შესწავლილი. მათ შორის არის წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპის მძივები, ღილები, სამაჯურები, საყურეები, ბეჭდები და სხვადასხვა, რაც კარგად შეესაბამება, ესე იგი, ეკლესიის ფუნქციონირების პირველ ეტაპს, კერძოდ ადრეულ შუა საუკუნეებში და შემდეგ განვითარებულ შუა საუკუნეებში, კერძოდ მე-11 საუკუნეებში შესრულებულ
სარემონტო განახლებით სამუშაოებს. და აქაც პრეზენტაცია მინდა დავასრულო აი ძირითადი დასკვნებით, რამდენიმე ძირითადი დასკვნით და სამომავლო გეგმებით. კერძოდ შეგვიძლია პირველი დასკვნა ესე ჩამოვაყალიბოთ. ეს ცენტრალური სამარხი მოწყობილი არის ყველაზე გამორჩეული ისტორიული პიროვნებისათვის, რომელიც როგორც მოგახსენეთ ვიზიარებთ იმ აზრს, რომ უნდა ყოფილიყო ტაძრის ქტიტორი და აღმშენებელი, ესე იგი ვახტანგ გორგასალის შვილი ტარჩილი და მის სამარხს უნდა წარმოადგენდეს ეს. მეორე დასკვნა რაც ნამდვილად ასე უნდა იყოს, აი ეს ქვით ამოშენებული ლუსკუმა, საგანგებო ორმო ტაგრუცი უნდა იყოს დაკავშირებული ისევ და ისევ სამარხთან და ამ ისტორიულ კონტექსტთან. მესამე დასკვნა შეგვიძლია წარმოადგინოთ ესე რომ მე-11 საუკუნეში, როდესაც კვირიკე მეფეს მთელი კახეთის მასშტაბით ეს აღმშენებლობითი სამუშაოები, მათ შორის ალავერდის საკათედრო ტაძარი აღუშენებია, ჩაუტარებია გარკვეული სამუშაოები ნატკორას ეკლესიაზეც და სწორედ ამ დროს უნდა იყოს ეს ცენტრალური სამარხი გახსნილი და ნეშტი გადასვენებული და შევსებული მე მიწით, რაშიც მე-11 საუკუნის ფრაგმენტები აღმოჩნდა და ორიოდე სიტყვით ვასრულებთ ჩვენს პრეზენტაციას, რაც უკავშირდება, ესე იგი, ძეგლის საკონსერვაციო, სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მას შემდეგ, რაც ესე იგი გათხრები ჩრდილოეთის უბანზე და აღმოსავლეთით მდებარე სამარხებზე ასევე იქნება დასრულებული. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო დავით. დარწმუნებული ვარ რომ კითხვები ან მოსაზრება ბევრი იქნება. ბატონი ნოდარი მოიმართება ჩვენსკენ, მე მგონი. ბატონო დავით, ძალიან საინტერესო, უაღრესად საინტერესო ეგრეა აღმოჩენა და მრავალი აგერტფელი კომპლექსის წარმოადგენს კითხვები და თვითონაც ეს ერთ-ერთი პირველიც და ერთ-ერთი ამ გულიჩი საქართველოს რამდენიმე ბოლო ხანებია უძველეს ქართულ ბაზილიკებზე და აი კითხვას მოგცემ და მე კაცსაც გამოიყო. ხომ არ გაქვს უკვე დაძვი წინასწარი, იმიტომ რომ ადგილზე მე არ ყოფილა, ეს ვისაუბრია და მინახავს ხოლმე მაგრამ ხომ არ შეგექმნა დაზრი, როდის არის გადაკეთებული ბაზილიკა, ანუ სქემაში აშენებული ერთმანეთს შორის კედლები და სამი ეკლესიან ბაზილიკის ტიპად ნუ დაახლოებით პირდაპირ სამი ეკლესიან ბაზილიკის ტიპად ტიპში როდის რა პერიოდში გულისხმობ რომ გადაიქცა. მადლობთ ბატონო დარკითხვისათვის. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ახლა მხოლოდ პასუხი შეგვიძლია ვარაუდის, ლოგიკის და არსებული მონაცემების საფუძველზე გამოვთქვათ და თუ გამოვდივართ იმ ლოგიკიდან, რომ ყველაზე დიდი აღმშენებლობითი სამუშაოები კახეთში ყოველ შემთხვევაში რამდენადაც ჩვენთვის პირადად არის ცნობილი და ჯგუფის წევრებისთვის უკავშირდება კვირიკე კახეთის მეფეს, კვირიკე დიდს. ფიქრობთ, რომ ეს გადაკეთებითი სარეაბილიტაციო აღდგენითი სამუშაოები სწორედ უნდა იყოს აი სწორედ მე-11 საუკუნის სავარაუდოდ პირველ ნახევარში უნდა იყოს შესრულებული. მე-11 საუკუნის პირველ. ამასთან დაკავშირებით, ახლა აი თუნდაც ამ სურათზე ძალიან კარგად ჩანს აი ამ გადაკეთების კვალი. კერძოდ ამ ჯვრის კვეთის მქონე სვეტების უშუალოდ დასავლეთის მწკრივის შორის ჩაშენებული ეს კედელი, მაღალი კედელი, მე-11 საუკუნეში უნდა იყოს სავარაუდოდ აშენებული, როდესაც თვითონ ეს სვეტები, ესე იგი, ადრეულ ეკლესიას განეკუთვნება. მე-11 საუკუნე რომ თქვათ ასე, მოკლედ პასუხი ასე შეიძლება. მაგრამ ეს არ დავამბობ, ისე გეგმა აკადემიის ცენტრალური ახლავე აი ეს რომ ეს მაგალითად აი ეს ზუსტად მაგალითად ჩვენ პირად საუბარში ვიქოვდა ეხლაც გავიმეორებთ რომ ეს რა თქმა უნდა არის ბაზილიკაში დაკრძალული ჩემ მოსაზრებასაც გამოვთქვათ და თქვენ მაშინ დავეთანხმეთ მე ბაზილიკა როდესაც იყო მაშინ არის ხადიანად ეპოქა შემთხვევა და
მაშინ დარბაზი იყო გაცილებით დიდი. აქედან გამომდინარე, თქვენ მაშინ თქვით, რომ აი ეს პროცედურები რო არის და გადახურვა ხის არის დაცვისა, ახლა ბრძანეთ და ნუ მაშინ გავიმოვეთ ამ კითხვას კიდევ ერთხელ საზოგადოების ხარში ხომ არ არის აი ეს როდესაც მოხდა როდესაც დაიბრძანა ასეთი გამორჩეული პიროვნების წმინდანად შემდეგ შერაცხული პიროვნების ნუ ყოველთვის მარტივი ეფის შეხედარი ხომ არ მოხდა აქ აღმართვა ბენის რომელიც ძალიან ცნობილი ნაგებობა იყო მე-6 საუკუნეში ჯერ კიდევ გამოიყენებოდა სირიულ ეკლესიებში განსაკუთრებით და მოგეხსენება თქვენი კავშირი სირიის მასთან, საპატრიარქოსთან და კავიმასთან, სამყაროსთან, ქრისტიანულთან და აქაც ხომ არ გახდა როგორც სხვაგან სხვა ბაზილიკებში უკვე დავადასტურეთ ჩვენ ეკლესიის ნაცის შემდეგ და კიდევ სხვაგანაც შეიძლება არის ცენტრალური ეს წმინდა საფლავზე, რომელიც განასახიერებს სიმბოლურად ქრისტეს, ეს კიდევ ზემოდან იდიომა ხოლმე სპეციალური ნაგებობა, რომელიც არის ხოლმე შემაღლებული და მოწყობილი არის ხოლმე ბემა, სადაც ადიან და საიდანაც ხდება ხოლმე როცვები და ლიტურგიის პირველი ნაწილი, მოკლედ ვიტყვით არის წელი თემა, ლიტურგიის პირველი ნაწილი ეძღვნებოდა ხოლმე იმჟამინდელი ლიტურგიით, ეს გული არის ჩვეულებრივი მოლენა იყო და მიუხედავად იმისა, რომ ართმევდა ხოლმე დარბაზ დიდ ნაწილს, ეს სირიაში გამოიყენებოდა ხოლმე მე-6 საუკუნის ჩათვლის ფათერებს. და შემდეგ სირიაში დაიწყეს მათი აგება, იმიტომ რომ უბრალოდ ნაკლებად ვეღარ ძალიან მაინც დიდი ნაწილი მქონდა, იმიტომ რომ ამ დარბაზში დგას კიდევ სვეტებზე აგებული ხანქი. აქ ქვის არ არის შესაძლოა, მაგრამ ხისაც იყო ხოლმე. ანუ ის ბემები, რომელიც არის ხოლმე დღესაც კათოლიკურ ეკლესიებში მაგნივაა ხოლმე გაწეული, ანუ პლატფორმა, ანუ ის ამჟამად მიღებული მითი არის ბემა, მაგის სახელწოდებაა. ცენტრალური ბემა და აისაც საკუთრებთან არის ხოლმე მიღებული. აი ეს არის. ესე იგი, ეს პლატფორმა, საიდანაც რომელიც განასახიერებდა იერუსალიმს, ქრისტეს საფლავს, ყოველთვის სამართალი იყო მოწყობილი და ალბათ უნდა ნაწილით იყო ხოლმე ჩასვენებული. აი ამის თქვა მინდა რომ მადლობთ ბატონო და რა თქმა უნდა მე ახლა აღარ მინდოდა ყველა დეტალზე და ყველა სიღრმეებში წასვლა და ამიტომაც გითხარით რომ შემცირებული მასალა წარმოვიდგინე თუმცა ბატონმა ნოტარმა ძალიან საინტერესო დეტალზე გაამახვირა ყურადღება რაც ბემებთან არის დაკავშირებული და მაშინ აქაც 1-2 სიტყვით გავშლი პრეზენტაციას დიახ ჩვენ გეთანხმები ბატონო და ზუსტად იმაში რომ სამარხი რომელიც აი განსაკუთრებული ისტორიული პიროვნებისათვის იყო მოწყობილი და საგანგებოდ იყო ესე იგი აი ადრეული ეკლესიის იატაკის ქვეშ სიღრმეში დაძირული ზემოდან იყო გადახურული ამ ძელებით, მუხი ძელებით, რომლის ფოსოებიც აი კარგად აჩანს. 1 2 3 4 აი ეს ემსახურებოდა არა მხოლოდ სამარხის შენიღბვას და დამალვას და ზემოდან იატაკი იყო მოწყობილი, არამედ ეს ძელები ემსახურებოდა დამატებითი მასის ზიდვასაც და ეს დამატებითი მასა სიმძიმე შეიძლება სწორედ იმ ბემით იყო წარმოდგენილი რომელიც აი ამ სამარხზე იყო აწყობილი ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ესეთი რაღაცა წარმოვიდგინოთ რომ მოეწყო სამარხი და დასაფლავდა მარტვილი მეფე ფილებით იქნა გადახურული ზემოდან იყო გადადებული ხის ძელები სავარაუდოდ მუხის ხის ძელები და შემდეგ ზემოდან იყო აღმართული ბემა და აი ამ ბემასთან დაკავშირებით ასევე ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ როდესაც ჩვენ აი პრეპარაციას ვაკეთებდით, მე ახლა არ ქონდა ჩართული სამწუხაროდ პრეზენტაციაში სურათი, როდესაც ცენტრალური ნაწილის პრეპარაციას ვაკეთებდით, ზუსტად ამ ადგილზე, სადაც ეს სამარხის ფილა იყო, დიდი რაოდენობით დახვავებული ქვის ნამტვრევები იყო. ნამტვრევები დახვდა. მაშინ როდესაც მის გარშემო, ესე იგი, სტერილური იყო შრე, იქვები არ ყოფილა. მართლაც ისეთი სურათი იკვეთებოდა რომ აი აქ მდგარი ბემა თუ ბემის პედესტალი იქნა ადგილზე ჩანგრეული და სწორედ აი ეს ყოფილიყოს ნანგრევი რომელიც აქ იყო კონცენტრირებული. ახლა ისეთი სახით ჩვენ აქ არ აღმოგვიჩვენია როგორც არ მოგვიდგენია თქვა სხვადასხვა ტაძრებში რო ადგილზეა ეს ძალიან იშვიათ შემთხვევას არ მოადგენს თუმცა მთლიანად ეს კონტექსტი ძელებით ფორსირება გამაგრება ზემოდან არსებული ნანგრევი მიუთითებს იმაზე რომ შესაძლებელია მე-6 საუკუნეში სწორედ ესეთი კონსტრუქცია ყოფილიყო აქ მოწყობილი. დიახ. მე სამწუხაროდ მაცი პოპოჩები ეხლა გავიგე იმიტომ რომ დიახ.
იქ აღნიშნული აქვს, ვინც შეისწავლეს სირიაში ეს ბემებიანი ეკლესიები არქეოლოგიურად, რომ ხან ის იყო, ხან ხის, მაგრამ ხან ხისაც გიპოვია და უფრო საქართველოს ხის წარმოქმნილი. ეს კი ყველაფერი ნახევარი ხდება და ისიც კაცმარობას, როდესაც ეს ეკლესია ბემა გაუქმდა, ეს ყველგან გაუქმდა, იმიტომ ის შეიცვალა და უბრალოდ მე შემდეგ საბაგძილი გახდა, როგორც ეს დგას, იქ ხოლმე სამეუფლო და იერარქიის ხოდა. ესე იგი, როდესაც ეს გაუქმდა, შეიძლება მოიღეს კიდეც ეს სიმბოლური ქრისტეს სამართი და აი პატარა იმაში ორმოში გადააჭრა. შეიძლება. დიდი მადლობა. ბატონო და აი ამ თემასთან დაკავშირებით მაშინ ეს ქვაც შეიძლება სწორედ იმ ბემის პედესტალის ნაწილი იყოს, იმიტომ რომ ეს გახლავთ დაკუთხული ქვა, საგანგებოდ გამოყვანილი ქვა, რომელიც ადგილზე დავაფიქსირეთ იქა და არ უკავშირდება არც კედლის ნგრევას, არც იმას და აი წეღა რომ მოგახსენეთ ნაყარი, აი ამ ადგილზე იყო ზემოდან მთლიანად ეს ქვების კონცენტრაცია. ძალიან შეგიძლია პრობლემები როგორც იქ მოჩქრებულს იყო და გასაკუთრებული ყოფილა, აგებდა. შეიძლება მანდეს ყოფილა ეგეთ ძალიან კარგი. შეიძლება შემდეგ წელში მაგალითად პირველ რამე შეგიძლია. დიდი მადლობა. არაჩვეულებრივი აღმოჩენა. მადლობა და იმეს თუ სურს კიდე ამ კითხვან საზრების გამოხატვა. კარგი, თუ არა, მაშინ გადავიდეთ შემდეგზე, ალბათ, გვაქვს დრო.